სალამი ძვირფასო გამომწერებო, ბასრი დისკუსიები კვლავ თქვენთან ერთად არის. სალამი ბატონო გიორგი. მოგესალმებით, გამარჯვება მიხეილ. წინა ვიდეოში დაპირების ამებრ როგორც აღნიშნეთ წინა ვიდეოში, დღევანდელი ვიდეო დაეთმობა მომენტს, რომელსაც ძალიან დიდი ხანი ველოდით და ალბათ თქვენც ელოდით. ეს არის ჩვენი შვილობილი, რომელსაც ქვია სატე და რომელსაც ასე ვთქვათ, პირველი ნაბიჯები უნდა გადავადგმევინოთ ფართო აუდიტორიის წინაშე. მოდი გადავუხო ცოტა თემას. დავაი. დავაი. წერან გიგითხარი, მაგრამ ისე ჩამო სასამართლო მქონდა და მე მგონი ეკუთვნის ხალხსაც რო იცოდეს. სუდი ქონდა თო? კი. სუდი ქონდა ბატონ გიორგის. უსმინოთ აბა 6 მაისს დამირეკეს რაღაცას 12-ის ნახევარზე დამირეკეს რა. 2 საათად ადრე დამირეკეს პროცესამდე მიშა. ხო და სასამართლო ხო გახსოვთ ეგეთი რამე არსებობს საერთოდ? აუ ჩვენო გამოვაგზავნეთო წერილიო რა და როგორც ჩანს არ მიგიღიათო. პირად ჩახედათ და ხო არ მიგიღიათო და კი არ მიმიღია მეთქი რა და ნუ ისე გამოვიდა რომ გვეცალა მეც და იურისტსაც და გავქანდით ეგრევე მომზადებლები. მაგრამ მიუხედავად მაგისა რომ მომზადებლები ვიყავით, საპირისპირო მხარეზე ბევრად მომზადებულები ვიყავით, მაინც იქ რა სიტუაციაც იყო. მოყვები რამეს? არა, არ მინდა ჯერჯერობით. ჯერჯერობით პროსტა თვითონ ფაქტი აღნიშნეთ რომ იყო. ფაქტი აღნიშნეთ რომ იყო და მე მინდა რომ გრძელდება ჯერ, ხო? გრძელდება პროცესი და 15 მაისს იქნება მეორე პროცესი. ანუ ეს ვიდეო რო დაიდება, გამოდის წინა პარასკევს. ანუ მე როცა იქნება შედეგი, იტყვით შედეგს ანუ ცოტა როგორ ვთქვა, გვიან ვაზიარებ, იმიტომ რომ რაღაცა სიტუაციის მიხედვით გადავწყვიტოთ, რომ არ ზედმეტი ყურადღება არ გვინდა, თუ იქნება საჭირო ყურადღება და ვთქვათ რაღაცა, უყავს ვიტყვით, თქვენი დახმარების იმედიც გვაქვს, ჩვენც ვიცნობთ სხვა ხალხს და მაქსიმალურად შეიძლება ავწიოთ ეს თემა, მაგრამ ამ ეტაპზე რაღაცნაირად მაქსიმალურად ესე მშვიდად გვინდა რომ მიყვეთ და ნახოთ რა იქნება. 5 სასამართლო 5 სარჩელი გვაქვს და ერთ-ერთი არის თემა. ფრიად საინტერესო ამბავი არის. დავიწყოთ დაწყებული იქიდან 2 საათით ადრე დაგიბარეს სასამართლოზე და გაგრძელებული იმით რომ ესეთი ბინდის იმით არის ჯერჯერობით მოსული ეს სიტუაცია. ყოველ შემთხვევაში ეხლა ჩაწერა ჩვენ რო წერთ ზეგ მიწევს სასამართლო ეხლა ამ მომენტიდან რა და მე თვითონაც ღამე რომ ძინავს ხოლმე იქ რაღაცებს ვანგარიშობ და ხო, აბა რა უნდა მომზადებული და ისე რა ქვია ყველა ხოდი თუ რა ქვია, ყველა ნაბიჯი უნდა გათვალო და ბურთი არ არის ჩვენ მოედანზე რა და ყველანაირად რაღაცა შანსი გვინდა რომ გამოვიყენოთ. პირველი მოძრაობა არის რაღაცა წლების განმავლობაში რომ რაღაცნაირად ამასაც კომუნიკაციას დავარქვევი. სხვა კომუნიკაციის საშუალება არ მქონია. არ მაქვს უფლება რომ მე რამე ვთქვა. რა თქმა უნდა შენ ნებართვის გარეშე ერთ პატარა ინტრიგას შევიდან უბრალოდ ჯანმრთელობას უსურვებ მეორე მხარეს რომ გაციება გრიპი და რაღაცა ხველება და ცემინება რო არ კონდეთ. ვсё რო ჩატარდეს ყველაფერი კარგად. ჩატარდეს ყველაფერი კარგად. კი ბატონო. ნახოთ დანარჩენი. წავედით ახლა დავცხეთ ბატონო გიორგი და მოდი საიდან დაიწყებ მაინტერესებს. საიდან დავიწყებ მიშა და ზუსტად 1 წლის უკან იყო კანტონი. და მე ვიყავი ჩინეთში. ზუსტად 1 წელი გავიდა. 1 წელი და ეხლა დამთავრდა წლევანდელი კანტონი რაღაცა შეიძლება წინა კვირას რა და ზუსტად გამოვიდა რომ 1 წელი დაგვჭირდა ჩვენ სანამ აიქამდე მოვიდოდით ოღონდ ეს იყო კანტონი. მანამდე უკვე რამდენიმე თვით ადრე ვიცოდით თქვათ რომ რაღაცას გეგმავდით, ვაპირებდით და ანუ წელიწადზე მეტი შეიძლება ითქვას თვითონ პირველი იდეიდან. ეს იყო მე 3D მოდელების შემუშავების პერიოდში, ტარი, ფორმები, ზომა, ყველაფერი იყო, თქვათ, შეფუთვები, როგორ უნდა შეიფუთოს, შეიცვალა რაღაცეები, სხვადასხვა ხაზები და ასე შემდეგ და გამოვიდა ისე, რომ რამდენიმე კვირის უკან ჩამოვიდა 12 კუბი დანა. 12 კუბური მეტრი. 12 კუბი ცივი არაღი მიშა. აბა. ასე ხარ? დავიწყოთ მოკლედ. რამდენი 500 ლარია? აჰა, მასათი აღარ გახსნილდეს, ესეც სატესტოდ გამოგზავნილი იყო თავიდან და ტესტით ვამუშავეთ და პლუს მინუს ყოველ შემთხვევაში ჩვენი მოთხოვნები საწყის ეტაპზე დააყმაყოფილა. ამას გავტესტავთ ვიდეოშიც ახლა მიხეილ. კი ბატონო. მოდი გავიწყოთ მაშინ გადმოვალაგებ პირველ ხაზს. ესე ვთქვათ, ჩვენ ვეძახით ბიუჯეტურ ხაზს, ხო მიშა? კი, ალბათ, ხო. აი, ეს არის ჩვენი ბიუჯეტური ხაზი.
და ბიუჯეტურს რა გვაქვს ბიუჯეტი მიშა 6 ლარიდან 22 ლარამდე გვაქვს ამ დანების გასაყიდი ბიუჯეტი მეგობრებო და ეს დანები იდეა იყო ამ ყველაფრის ჩვენც კარგად ვიცით დანების ცნობა და ჩვენც კარგად ვიცით რა არის უკეთესი და უარესი უბრალოდ გათვლა იყო რომ მოსახლეობისთვის იყოს დანა მაქსიმალურად მისაღები ხარისხი ფოლადი რა თქმა უნდა ბევრი შეიძლება დაეჭმოს მოსაწონი არავის არაფერი არ იქნება მაგრამ გვაქვს 3 ქრომი კი ბატონო 3 ქრომი გვაქვს იმიტომ პირველ რიგში რომ ეს დანები არ უნდა დაჟანგდეს რადგან გათვლა გვაქვს ყველაზე და არის რიგით დიასახლიზე გათვლილი და რიგით მოხმარებაზე იქ თავარი პრიორიტეტი გვაქვს რომ არ უნდა დაჟანგდეს დანა იმიტომ რომ ვიცით როგორ მოიხმარენ რიგით პირობებში თქვა სამზარეულო დანებს მთავარი ალბათ ეგ იყო მიშა და ფასი იყო დანარჩენი სიმართლე გითხრა ცოტა საფიქრალში ვარ რამდენად გამართლებს რიგით მოხმარებებში იმიტომ რომ ცოტა ჩემებური რაღაცები შეუღრია ну სანამ გავხსნით მოდი დიზაინებსაც შევხედოთ ну ძალიან ვიმუშავეთ ყველაფერ დიზაინზე შეფუთვაზე წარწერებზე ტექსტებზე სახელებზე ძალიან გაგვიჭირდა ქართული სახელების განმოთარგმნა განმოქართულება ზოგს დაუტოვეთ ზოგი შევეცადეთ განმოთარგმნა რატო დიდი თემა კია მაგრამ თუნდაც ეს სახელები მაშინ ყველა ნელა გავიაროთ ხო დავიწყებთ გახსნას და კარგი იმიტომ რომ თქვათ ყველაფერი რა კი აუცილებლად აბა ისე როგორ ხო და მოდი დავიწყებ გახსნით აი ეს მოდელი მომწონს მე ძალიან და იმედი მაქვს სად არის აი ეს მიშა აი ძალიან ბევრი ვიფიქრეთ აი მოდელის სახელზე კი ბატონო და უცხოურად ქვია utility knife კი ბატონო ჩვენ შემთხვევაში ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვეტ დავარქოთ მზარეულის დანა ოღონდ არის გულისხმობა აქ შეფი მზარეული არის ჩვენ სახში ვიცით ყველას ყავს მზარეული ოჯახის წევრები ოჯახის უფროსებიც მეც მიყვარს მზარეულობა და შესაბამისად რაღაც მაგასთან ასოცირდება მზარეულის დანა და სახში მე ვფიქრობ რომ აი ძალიან იდეალური ზომა არის და ძალიან იდეალური ფორმა აქვს რომ აი ეს რაღაცა დავალებები რაც შეფს ევალება დიდ სამზარეულოში პატარა სამზარეულოშიც ამარ რომ შესაბამისად გაართვას აი პატარა მინი შეფივით არის შეიძლება ითქვას რა წინვალე ასე ვთქვათ ზომა არის ოჯახის პირობებში 150 მმ მეგობრებო ტარი გვაქვს აქ შედარებით ბიუჯეტური სხვა ხაზებსაც განახეთ მე აქ გვაქვს პოლიპროპილენი ასეთ ტარი არის ერგონომიული პირის დაყვანის სისქე მაქსიმალურად ვეცადი რომ რაღაცა შუალედი შემერჩია და აი ესეთი არის რომ ადვილად უნდა გაილესოს, კარგად უნდა ჭრიდეს და თევზი ფრინველი დაამუშავოს, მაგრამ რაღაც ძალიან უდიოდ მოხმარებას ვერ გაუძლებს. შესაბამისად მგონია რომ რაღაც თემაში რა თქმა უნდა იქნებიან რომ ეს დანა რაღაცა გაყინულ კონსერვს ვერ ჭრის და რაღაცა შეიძლება გაჭირას მაგრამ იცი რა არის? ეხლა მე მინდა რომ თქვა რა, თუ გახსოვს ჩვენ როდესაც ვაკეთებდით მცირე ტესტებს საქართველოში არსებულ დანებზე და იმათი დაყვანები რო გავზომეთ. ხო ანუ რა კატასტროფული შედეგები იყო? ბევრს კატასტროფული შედეგები ჰქონდა. ერთ-ორს ჰქონდა ადეკვატური. კი ბატონო, ერთ-ორს ჰქონდა ადეკვატური. კი ბატონო. ეხლა ამას რატო უსმევ რა? ანუ ჯერ ერთი, ანუ ძალიან კარგად ჭრის. გარდა ამისა, რაც შეიძლება ამას მოთხოვო ადამიანი, ანუ ეს კონკრეტული დანა, აი კულტურფელად მიმაჩნია, რომ თუ ცოტას ჩვენ მოგვისმენ, თუ ცოტას აქ წაიკითხა უკან რა წერია, აი იმდენად კმაყოფილად შეასრულებს თავისი 20 ლარის თუ 18 ლარის საქმეს, რომ არაფერი კითხვები არ იქნება რა და გაყინულ პროდუქტს რაც შეეხება, ნეკნებს რაც შეეხება, ну იმისთვის სხვა რაღაცები არსებობს. კი ბატონო. უბრალოდ ეგ არის და ეგ რა. კი, ყოველ შემთხვევაში მე მგონია რომ უმრავლესობას ჩვენ აუხსნით, შევეცდებით და ნელა რაღაცნაირად მსგავსი დანების მოხმარებასაც მაქსიმალურად ასე ვთქვათ, თუნდაც შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ ვისწავლეთ. ხო, არა. მე მაგალითად ძალიან ველოდები იმ დროს, როდესაც სათითაოდ შედარებებზე გადავალ, დღეს შენ დაუკითხავად ერთი შედარება ჩავწერე, რომელსაც ხვალ დავდებ. არ გეტყვი, ოღონდ რა შედარება არის, ჯგუფში დაიდება ხვალ, ანუ ჩვენი სატეს დანა და სხვა ბრენდის დანა. ხო და ძალიან აქტიურად ვაპირებ მე პირადად ამ მიმართულებით მუშაობას და მე ვიცი რომ საათი არ შემარცხვეს. სიმართლე გითხრა, რამდენი კვირა არის? 2 კვირაზე მეტი ხო არ ჩამოსულია ეს. და რავი, ჩემგან მე მგონი არ დამიდია არაფერი, არ ვიძახი, მაქსიმალურად რაღაცა ესე კრიტიკულად ვუდგები, პირველად ძალიან კრიტიკულად ვუდგებოდი რა რომ ჩამოვიდა რაღაცნაირად ისე ცოტათი, გიორგი, კი, იმიტომ რომ რაღაცა ისე თქვა რა, და მე ბიჭო დავხედე, ვერ ვიპოვე, მე ვერაფერი. მეთქი ნიუჟელი ამას მართლა მესამე თვალი აქვს მეთქი.
ხო და აღმოჩნდა რომ არა. ნუ ძალიან კრიტიკულად უდგებოდი და ნელ-ნელა უბრალოდ სხვები მარწმუნებენ რომ კარგად არის ყველაფერი დატოვებული მაქვს მზარეულებთან, დატოვებული მაქვს ყასაბებთან, დატოვებული მაქვს სიასახლისებთან და ნელ-ნელა უკვე ვაგროვებ ეგრეთ ვთქვათ უკუ კონტაქტს რა და დღეს ერთმა მომხმარებელმა დაგვირეკა შეიძლება გვიყურებდეს კიდევაც და აღფრთოვანებული ვარო და ყველას ესადანა უნდა ვუყიდო სახშიო დაისვენესო ჩემებმა. აი მე ჩემმა ძალიან მე ვისაც ასე ვთქვათ ვინდობი ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა მე ვიდეო რო დავდე იმავე დღესვე ახლოს ვიყავიო და ვიდეო რო დადეო სიტიმოლში შევიარეო და ვიყიდეო. მან მართალია ის იყიდა ძვირიანი. მაგრამ ნუ ჭკუაზე არ არის. ახლა აი ჭკუაზე არ არის ისეთი თუ გავითვალისწინებთ თან იმას რომ მანამ მას ქონდა შუნის ხო სწორად ვიძახი კაის შუნის დანები კი რომელიც ასევე თბილისში ქონდა ნაკეთი. კაი, ნუ ძვირიანებზე კიდევ უფრო კრიტიკულად ვარ გადავალექამდე და კითხვები მაქვს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამებთან ფასებიდან გამომდინარე ეს აღარ მახსოვს 17 ლარი იყო ხომ? ხო, 17-18 ლარი. ნუ კითხვა არ მაქვს. კიდევ ერთი მე არ ვიცი ახლა ეს დანები რო დაბლაგდება არ ვიცი გასალესად ჩემთან აი 17 ლარი რო ღირს თანას 10 ლარი თუ არ გალესავ მიშა 10 ლარი და მე მგონია რომ ეს დანები ისეთი ფასი არის რომ თავისუფლად უნდა გაიმეტო თქვათ თუ ვერ ლესავ მასაც ქვაზე ნუ ფოლადი 3 ქრომი აქვს ადვილად ილესება იდეა ეგ არის ადვილად ილესება კარგ სიბასრეს იღებს და აი ყველანაირი მეთოდით რო გალესო რა ჩემთან არ უნდა მოიტანო და თუ გაფუჭდება და რაღაცა გადააგდო და ახალი იყიდო რა გათვლა ეგ არის ანუ დანარჩენი ხ თუ დააზიანებ და დააზიანებულს 15 ლარად გავლესავ ხა დანის ფასი გამოდის ახლა აი მაგასაც ალბათ ნელ-ნელა ავხსნით კარგად რა იმიტომ რომ დაწყებული არ მინდა რომ არ შევაშინოთ მომხმარებელი ანუ თუ დანიშნულებისამებრ გამოიყენებ დანას მასათით იმდენი ხანი გეყოფათ რომ რა ვიცი რა უბრალოდ არ უნდა მოტეხოთ და არ უნდა შეჭამოთ აი დაურთავთ ვიდეოებს და სურათებს გადაღებული მაქვს მზარეულებმა გამომიგზავნეს და მასათიც გამოიჩადა მასათიც დაუტოვე და რა თქმა უნდა სიბასრეს კარგავს მასათზე ორგასმაში ისევ პირს იღებს და ისევ ჭრის კარგად და რაღაცა პერიოდის მერე წლის მერე ხა თუ გასკელდება და რაღაცა მე თქვენი გადასაწყვეტი არის განაის რომ არ გაილესება ძალიან კარგად გაილესება უბრალოდ ფასი ხომ უნდა იყოს გამართლებული ხა 17 ლარი როგის და 15 ლარი სვაში გადაიღე ესე თუ უყვარს ადამიანს შეიძლება მართლა რაღაცა საშუალო ზომის ქვა იყიდოს და всё და თქვენ გალესოს ამას არ ჭირდება რა ძალიან ძვირფასი ქვები ძალიან მარტივად გაილესება კი ბატონო სხვა ფორმები მიშა გამოყვანილი მაქვს ისე რომ ძალიან ბევრ დანაზე ახლა მოდელებზე არ შევალ რომ აი რაღაც უკანა მხარეები იკარგება ხოლმე იმიტომ რომ კარგად ვერლესავ პლუს გასკელებულები არის ხოლმე კი ბატონო აქ ლესვის ხრივ აი იდეალურად გამოვა რომ გალესვითაც თლიან სიგრძეს აითვისებს ადამიანი რა კი ბატონო კაი მოდი ჩავაბრუნოთ ეს და სხვა მოდელები აი ზუსტად ეგ ფაქტი არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი და მე დავამატებ ნახეთ აი აქ წერია ესეთი რაღაცა მეგობრებო რა developed in Georgia manufactured in China და quality assured by LESE ანუ ამ შემთხვევაში ანუ შემუშავებული საქართველოსია ქარხნულად გამოშვებული ჩინეთში და ხარისხის კონტროლი ანუ LESE-ს მიერ ზუსტად ეს ნიუანსები იგულისხმება რაც წერონ გიორგი მაგნიშნა რა თითქოს არაფერი მაგრამ იმდენად დიდი ფერი რომ საბოლოო ჯამში გვაძლევს ეს ცოდნა ძალიან დიდ ასე ვთქვათ უპირატესობას ძალიან ბევრი ვიფიქრეთ ტექსტებზე რომ არ მოგვეწყობინა მომხმარებელი და მაქსიმალურად ისე დაგვეწერა და მე მგონია რომ ეგეც გამოგვივიდა მე ხელი კი ბატონო შემდეგი მოდელი რომელი ავიღოთ ხო მოდი ეს ჩასადებებსაც ხوار გავუკეთოთ პრეზენტაცია მიშა შენ გავუკეთე პრეზენტაცია თუ შეიძლება ერთი პროსტა ის სად არის აქ არ გააკვათა რა აი ამას ეგ მოგწონს ამას ვიცი კი მე კიდე მაგაზე ვიყავი სეკრეტულად ვიცი და ზუსტად მაგის გამო შენ რო იყავი კრიტიკულად მე მინდა რომ ისა გვერდი უნდა უწეხო აბა ჩვენთან აი ესეთი ჩამკეტი ანუ ბევრი ვარიანტები იყო აქ და სტიკერება ზოგი სტეპლერი გინახავს ხოლმე და ესეთი ვარიანტი გადავწყვეტ მიშა რომ თავისუფლად რო არ გაიხსნას არ გადამოვარდეს და აი კბილით არის ჩაკეტილი აი ესე თქვათ კბილს ამოუგდებ აი კბილს ამოუგდებ და უკვე წამოვიდა და იხსნება გასაგები ჩაკეტვისას პირდაპირ ჩააცურებ და ჩაიკეტება კბილში ჩაჭდება ამოვიღოთ მაშინ და თან წავიკითხოთ რა აწერია ესე იგი დანაც აწერია ბოსტნეულის დანა და სხვა დანებისგან განსხვავებით ამ დანას მოყვება თავისი ქარქაში
თავისი კარგაში. ეს დანა ერთი შეხედვით, ხო? ანუ ცოტა სხვა ის არის რა ქვია. მოდი მაგაზე გეტყვი, ხო, რომ არავინ არ შევიყვანო შეცდომაში, ეს არ იყო ჩემი მოდელი, მოკლედ თქვენს რომ ბოლა ეხლა ხანს გავაკეთეთ და ხანს გავაკეთეთ და მეთქი ჩააგდეთ მეთქი რა. ხო, ნუ პროსტა ეხლა ამის გალეს ვარ მოწონს. მაგრამ ზოგადად მიმაჩნია რომ თავის საქმეს მაინც ძალიან კარგად გააკეთებს რა. ბიუჯეტურიდან არის ბიუჯეტურიდან 6 ლარი. ანუ ეხლა ეს არის აი როგორ გითხრა რა. მე რატომ უმეწონა უნდა ავუშვი. მოკლედ ბავშვისთვის რა ზოგადად რომ მიუშვა რომ ბავშვმა კიტრი და რაცა ისწავლოს ძალიან მშვენიერი დანა არის მაგისთვის რა. კი, მჭრელი პირი აქვს, მაგრამ არა ისეთი რომ როგორც სხვებს რომ რამე დაშავდეს, ამიტომ მე მაგალითად ცოტა მოზრდილ ბავშვებზე ვიტყოდი რომ თავისუფლად შეგიძლიათ თქვენ გვერდში უნდა ყავდეთ, ედგეთ რომ აი ამ დანით ასწავლოთ რაღაცა ელემენტარული გამოყენება პროდუქტთან, ასე ვთქვათ, მუშაობა. მოდი მანახე ბატონო ჩასადებებსაც გავუკეთე პრეზენტაციას. ჩასადებები ჭირდა ძალიან ქალაქში. მე არ მეგულებოდა მსგავს ჩასადებები და ბოლო პერიოდია 1-2 წელია, 2 წლის წინ შემხვდა პირველად რა მსგავსები და ნელა პოპულარული გახდა ბოლოს მაიკროტიკით ზუსტად იგივენა ჩასადებებში. კი ბატონო. აი ესეთი მარტივი ჩასადებები არის პირში აცურებს შიგნით და დანის დაცული არის და ხელს აღარ გაიჭრის არა. ერთადერთი გევალებათ რომ გამშრალებული ჩადოთ დანა და ხო სწორედ ჩადოთ რომ პირი მჭრელი პირი თქვა დახურული მხარეს იყოს და დანარჩენი საიმედოდ იცავს ძალიან და გადატანა, გადმოტანა, გასალესად წაღება მზარეულების შემთხვევაში ძალიან პრაქტიკულები არის, ესენი ზორი ზომა გვაქვს რა. კი ბატონო. მოდი ბატონო გიორგი, ეს აგერ თავის ჩასადებში და მოდი ვისაუბროთ შემდეგ დანაზე. ხო, მაგაზეც კითხვები მაქვს. მიდი. არ ამოვიღებ ამ დანას. თუ ამოვიღო. მე ამოვიღე, უცებ. ესე აი დავამოღამეგიო. დავამოღამე. ამოვაგდე ეს და კიდე ადვილი ყოფილა. ხო, თავისუფლად რო არ გადამოვარდეს რა. ადვილი ყოფილა თო. უბრალოდ მე ხო ის ვარ რა ხელმრუდი და მოგლეთ დანა რომელსაც პირდაპირ უწერია ყასპის დანა. რას ნიშნავს ყასპის დანა ამ კონკრეტულ შემთხვევაში? არავის არ ეგონოს რომ ეს არის ძვლების საჭრელი დანა. არ არის ეს ძვლების საჭრელი დანა. ეს არის ძვლიან ხორცთან სამუშაო დანა, რომ ძვალთან მდებარე ხორცი მაქსიმალურად, ანუ კარგად გამოვიღოთ, რომ არ იყოს ძვალზე ბევრი ხორცი დარჩენილი. სიმართლე გითხრა, ეს არის ალბათ ერთ-ერთი, რომელზეც ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, რა დაგვერქმია სახელი ამ დანისთვის და რატო დავარქვით ყასპის დანა, იცი, პირველ რიგში, იმიტომ რომ ხორცის დანა რაღაც ეგეთ რო დაგვეწერა, იყიდა ყველა. კი ბატონო. და მე შეიძლება ვთქვათ, რეაქციები ყოლოდა, იმიტომ რომ ყველასთვის არ არის ეს დანა და რაღაცნაირად რო გამოგვერჩია, რაღაცნაირად ისეთ სპეციფიურისკენ წავიყვანეთ. შეიძლება თუნდაც ზუსტი არ არის სახელი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სხვა ვერ მოვიფიქრე. ნახე, იმის ყოლობაზე რა, რომ საკმაოდ პატარა ის აქვს, რა კარგად. ეხლა გეტყვი, დღეს ჩამიგდეს ვიდეო ერთ-ერთი ყასაბი ტესტავდა რა და პირველ ჯერზე თითქოს რაღაცა ვიდეოში მესმის რომ რაღაც დაიწუნა, ამისთვის არ გამოდგებაო. ერთი მომენტი მაქვს რომ ჩვენთან შეიძლება არ იყვნენ მიჩვეული, თქვათ, ესეთ მჭრელ დანას და უფრო სქელ დანაზე როა მიჩვეული ადამიანი, ხო, იმას შეიძლება თქვათ სხვანაირად დაატანოს ძალა. თუმცა, მაგი გამოისწრება პირველი დღე არის და ერთი კვირის მერე თქვათ კიდევ დაუბრუნდებით და ძალიან კაი რამე აღნიშნე რა და მაგი მარტივად არის შეგიძლია YouTube-ზე ნახო რა, მაგალითად, აღმოსავლეთის ქვეყნებში, ხო? ანუ აი ეგეთი ელასტიური დანებით ძალიან კომფორტულად უზარმაზარ იმაზე მუშაობენ, მაგრამ სამაგიეროდ თქვა ჩრდილოეთ რუსეთში, იმ ქვეყნებში იქ უფრო ხეში და რა, ხო და საბოლოო ჯამში მიჩვევის თემა არის პირველი ეგ და მეორე ეს არ ნიშნავს რომ უბრალოდ ეს იქნება ყასაბის და ეს პროფესიული სპეციფიური ხაზი დავიმატებთ კიდევ სხვადასხვა მოდელებს. კი. უბრალოდ ეხლა პირველ ჯერზე სატესტოთ იყო, გასატესტი იყო, ხარისხი უნდა შეგვეფასებინა, შევუკვეთეთ ეს ერთი ვარიანტი. აუცილებლად დავამატებთ სხვადასხვა ხაზს კიდევ. ოდიშით მაიცადე მე დაგიბრუნდებით. კაი, დაგიბრუნდით მეგობრებო, აი, რასაც ვიძახთ ეწევა რომ ეს მთელი ხაზი იქნება. ეს გვაქვს სატესტოდ გამოგზავნილი. სხვადასხვა სახის ბუჩე. ხო, სხვადასხვა სახის ისინი დაბრენდილები გამოგზავნიათ ყო ვიღაცა სააცალეს. ხო. სხვადასხვა ყასაბის დანები, სქელი, აი რაზეც იყო საუბარი, რომ ხისტი არ არის. ხო და ესეთებიც რა თქმა უნდა შევარჩიოთ შეიძლება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცნაირად მე ხო ვიცი როგორ ვუყურებ, რომ დანა უნდა ჭრიდეს და დანაადვილად უნდა იელესებოდეს. თუ ვიცი, აბა მანახე მიშა. просто შუქმა მომატყუა.
არა, ფლეტია. ფლეტია. აი, ნახე, აი ესეც სახა სტანდარტული ჩვენთან როგორც არიან, იმას ბევრად ჯობია, ეს ნახე რა თხელი აქვს და ეს ხისტი არის. რა თქმა უნდა, ეხლა ესეთებსაც კარგი ისიც აქვს. ესეთ ვარიანტებსაც ჩამოვიტანთ. უბრალოდ ეს იყო პირველი ვარიანტი, ეხლა რო თქვა ამ ჯერში. არ ვიცი ამათი ფოლადები, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში 3 ქრომზე მეტი აღარ აღის ესეთი კლასის დანებში რა. ხო. 5 ქრომით, 6 ქრომით უკვე შეიძლება დაჟანგდეს და ხდება ხომ. იაპონურები ჩვენ რო გვაქვს აი ისინი ბიუჯეტური ხაზები. იმათი მე მგონი 0.6 არის ქრომი. კი ბატონო. და გასალისად რომ მოვთ ხოლმე უკვე ხდება რომ კოროზიები აქვს ზოგ-ზოგიერთს, იმიტომ რომ მაინც ისე არ უფრთხილებიან დანებს რა და მით უმეტეს ამ კატეგორიისათვის, რომლებიც ალბათ წყალში ეგდება, ყველაფერში ეგდება, ნუ ესენი არ შეიძლება. ხო დავიჭირე ხელში ესენი, მაგრამ არა, ამას ტარს და რამე შეიძლება შეუცვალოთ, ყოველ შემთხვევაში ნუ სანიმუშოები არის. არზე არ ვეძახი მარტო რა, ანუ რაღაცნაირად ოპერირებისთვის და მგონია რომ ძალიან ბრიტვასავით არის რა და გაჭირს. დანარჩენი ეხლა რა თქმა უნდა გვექნება სკელი ვერსიების, თქვა სხვადასხვა ხაზი რა, თქვა აი ესეთი. აი ეს ახლა კაი მოდელი არის, ნახე. არა, კი, ესეც კაი მოდელია, განსაკუთრებით, როდესაც დიდ საკლავთან გაქვს ხა ურთიერთობა და ნუ ხაზი გვექნება ეგრე რა, ყოველ შემთხვევაში სახელი ეგ იმიტომ არის, რომ რიგითი მომხმარებელი არ შეგვიყვანა შეცდომაში და რო არ დაგვეწერა რაღაც ხორცის დანა და ასე შემდეგ მიხე რა. კარგი გადაწყვეტილებაა ბატონო გიორგი, იმიტომ რომ ინგლისურად ბონინგ ცალკე არის და ბუჩერ ცალკე არის. ვერ გადმოვთარგმნეთ ბონინგი. კი ბატონო. ბევრი ვიფიქრებ. თუ ვინმეს რამე უკეთესი ვარიანტი არის ანათალი. ოდა ნუ რავი, აღწერაში გვიწერია რა, განცალკევება და რაღაც დანაკარგის გარეშე გაცალკევება თუ რაღაც. კი ბატონო, კი ბატონო, კი ბატონო. კაი, გადავიდეთ. ეს ახლა ავიღოთ მოდი კლასიკური შეფის დანა. ხო, ეგ უკვე შეფი აწერია მაგას და მან აღწერაში თუ გინდა აღწეროთ წაიკითხე. პროფესიონალ ზარომ თავარი შეუცვლელი ინსტრუმენტი და შესანიშნავი უმკლავდება ხორცის, თევზის, ბოსტონის, ხო, ნუ შეფის. კაროჩე, ყველაფერს უმკლავდება გარდა ძვლებისა. ხო, ძვლებზე გვიწერია. ძვლებზე არ არის ეს გათვლილი და ეს კონკრეტული დანა მომწონს, იმიტომ რომ პირველი ეს ადგილი, ანუ ოქრითით ოდნავ რომ გამიჩნდეს, საკმაოდ ისე არის, რომ ახლა ვიტყვი რა არ მომწონდა და რა არ მოგწონდა თქვი? ნუ აი კრიტიკულად, ანუ ბევრად დარბილებული მინდა ყოფილიყო აი ეს კითხეები და აი 10 ჯერ ვუთხარ, შემდეგზე ჩავალ და ეგრე მომწონს. მაგრამ არ არის კრიტიკულად ნამდვილად საქმე. არა, კრიტიკულად არ არის და მით უმეტეს დღევანდელი სიტუაციით რაც არის. ეხა აი ეგ უნდა გავაკეთო უკვე. ძალიან მიყვარს ზოგადად მე შეფის დანით. ბატონო ლაზერივით ჭრის, მაო. გეტყვი ახლა ვიდეოს დართვის საშუალება თუ გვექნება. ბატონო, შეფის დანა ძალიან კარგად ჭრის. ნუ მთლად ისე იდეალურად არ წაიღო, მაგრამ არა, გერა, მშვენივრად წაიღო. ეხლა სუდად მეჭირა. კაი. სუდად მეჭირა ძალიან. რო იცოდეთ, ილესება, წყლის ქვაზე ილესება, მიუხედავად იმისა, რომ აი კონვეიერზე არის გაკეთებული, შეიძლება დაერქვას უამრავ ათასობით არის და ასე შემდეგ. აი სათითაოდ არის ხელით წყლის ქვაზე გალესილი და პატარა ვიდეოსაც შევეცდებით, რომ ძალიან დიდი პლუსია ეგ, ვინც არ იცით. ფოლადი არ იყოს გაფუჭებული და გადახურებული. კი ბატონო, გრინდერზე შეიძლება რომ კი ბატონო. შეფის შემთხვევაში გადავწყვეტ, რომ ძალიან დიდი არ ყოფილიყო, იმიტომ რომ რაღაც შეიძლება მე შევუკვეთოთ კიდე სხვა მოდელი, მაგრამ ეს 200 მმ-იანი არის და სტანდარტი. მე მგონია, რომ სამზარეულობის უმეტესობა შემთხვევაში შეფებს გამოადგება ეს. ნამდვილად. კაი, ჩაუშვი ესეც შეშიგნით. ჩაუშვათ, კი ბატონო. ამის ფასიც სადღაც არის 25 ლარი. მგონი 23 მახსოვს თუ. ხო, ნუ მოკლედ, ყველაზე ძვირი ამ ხაზში არის 28 ლარი. ეგ არა. 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 არა, 23 მგონი რა. 26. კაი. ახავთ. მოკლედ რა დავობთ ან 26 ან 23. კი ბატონო. კაი. მაიცადე. ორი შეფი გვაქვს. ორი შეფი გვაქვს, კი ბატონო. გვაქვს აგერ. ამ ხაზში გვაქვს სანტოკუ და სანტოკუს ბიუჯეტურ ხაზს გავუკეთეთ. ესეთი ჩაჭრილებს რო ვეძახით ხოლმე სიმართლე გითხრა ეს კარგად არ ვიცი ეს ბალიშებივით რა ასაკეთებს ჰაერის კარგად მუშაობს, მაგრამ ნუ მირჩიეს რო იყოს და მეთქი მაინც რო გავყო ძვირიანი და ბიუჯეტური მიკრობას და იმას ხელს მეთქი მაინც კაი იაფიანებზე გქონდეს ეგ ამოჭრილები და დავაკვირდებით რა. აქაც იგივე ვარიანტი მეგობრებო რა. დაყვანა ისეთი რომ დაფაზე იმუშაოს, რაღაცა ფრინველი შეიძლება დავამუშაოთ, თევზი დავამუშაოთ და მაქსიმალურად კარგად ჭირდეს და კარგად ილესებოდეს. აი ნუ ნელა უფრო მოწონს. ერთადერთი მაქვს აი ეს უკეთესად დავარბილები. ასაგები აი ხა გავითვალისწინოთ რა, რასაც ჩვენ ვიძახით. ეგ მაგალითად არ აქვს არ ვიცი რა, ძალიან ბევრ რაღაცა 120-130 ლარის ფარგლებში მყოფ დანებს. არა, უნდა ქონოდა.
კაი, შემდეგ როგორ იქნება? ხო, კი ბატონო, ესეც ჩვენი სანტოკო. გადავიდეთ ახლა იმაზე, რა ქვია, მაგრამ ეს პატარებიც ვაჩვენოთ და გადავიდეთ ველი კატეგორიებს. იცი რა მინდა? მასათიც არ ხوار გაგვეტესტა მიშა. ასათი გამატესტინეთ ჩემდანაზე. შენდანაზეც გავტესტავ და ამაზეც გავტესტოთ რა მოდი. აი პატარა ისა ვიყოთ ზარაგულისთანა და რაღაც პატარა გავაფუჭოთ და მე გავტესტოთ რა. და ვნახოთ როგორ აიღებს მასათი და თვითონ ფოლადს როგორ გაუსწორებს პირს. კაი, სანტო. ამას ადვილად აუღებს და მე გეუბნები CPM 100-ზე ვქნათ მეთქი. შენის გადმოდი და მე ამას გავტესტავ რა გინდა აგერ მიდევს მასათიც დატოვებული. ჩემი ბოლო შენაძენი Spyderco military CPM 100-ზე რომელიც არის დამჯდარი არ ჭრის. აი. ვერ ჭრის. კაი. რაზე დავაბლაგო მიშა? ამაზე გაუსვა? არა. აბა რაზე დავაბლაგო? რაზე დავაბლაგოთ? კაი, გაუსმევ ამას. აი გაუსმევ. რა? არა, ისა მეცადა და კაი იყოს. ვითომ დიდი ხანი იმუშავა ძალიან და აჰა, დაბლაგებულია. მანახე ფურცელი აბარამა. ხო, ნუ დაბლაგებულია რა. მაინც ჭრის. ხო, მაინც ჭრის, დაბლაგებული არის. ნახე, რამდენი სუირე კლავს. გეომეტრია თავისად აკეთებს. იმიტომ რომ თხელი არის. კი ბატონო. კაი, და ახლა ვნახოთ აბა, აი სუფთა მხარეზე ავიღოთ და ჯერ ვნახოთ ორნაირი მასათები არის რა. ერთი არის რომ პირს უსწორებს და მეორე არის რომ ფოლადს იღებს და თქვა სხვანაირად მუშაობს. ჩვენ შემთხვევაში გვაქვს კერამიკული მასათი, რომელიც არა, პირს არ უსწორებს, ეს ფოლადს იღებს. პირის გასწორებას რას ვსახი იცი მიშა? აი რკინის ზოლები რო აქვს ხოლმე. მივხვდი. ის ფოლადს არ იღებს. უბრალოდ მიკროდონეზე რა ეს რბილი ფოლადი რო არის. ხო, გადახრილი, გადმოხრილი, გაუსმე, გამოუსმე პირს ასწორებს და ის გაქვს ეფექტი რა. ამ შემთხვევაში ეს ფოლადს იღებს და დააკვირდეთ. მაგიტომაც არის ნახაზები. აი რამხელა ზოლი დაუტოვა. კი ბატონო. ხერა კარგად აქ ხელი გამოწვრთნილი მე ესე ვერ ვაკეთებ. მასაძე ბევრნაირი ვარიანტია, ზოგი ესე აკეთებს. მე ახლა მიჩვეული მაქვს აი ესე ვაკეთებ ეგრე, კი ბატონო. ტექნიკურად იგივეს ვაკეთებ მეც. ზუსტად. პროსტა აი რას ვერ არა შენსავით ვერ უჭერ რა. აბა მანახე ზუსტად ორჯერ გავუსვით. აბა შეხედე ბათხოვი გამეჭრევინე ვიყარს აი ძალიან მიყვარს ახალ ჩამასათებურზე. არა და კიდე აქვს ხარვეზები, მაგრამ აუ ეხა მეგობრებო რა ეფექტი აქვს ამას. ქარხნულად ესე მაგრად არ ჭრიდა. ანუ როგორც კი მასაც გადავატარეთ, ხო? ანუ აი რაღაც არნახული ჭრა, მოკლედ ასეთი საჭირო რამე აიყიდეთ. ჩემი გათვლა ეს არის რა, ანუ აი ამდან ამ დაყვანების გამო, აი ესეთი თვისების გამო ნორმალურ პირობებში შეიძლება გაკაჩოს 1-2 წელი მიშა, რომ აი ისე რომ ლესვა არ დაჭirdეს და მასათით რა და დანარჩენი ახლა და 1 წელი და 2 წელი თუ 15 ლარიანი დანა იმსახურებს, მე არ ვიცი, მე გალესვაზე შეიძლება არ დაგენანოს, თქვა იქ 10 ლარის გადახდა რაღაცა თუ არ და ან სხვადან ის ყიდვა რო იყოს რა. მიდი აბა შენი ლამაზი ხელებით. აბა მასათი შენი ლამაზი ხელებით. CPM 100. ხო, აქ ხარვეზები გვაქვს მიშა. კი ბატონო. აქ მარტივად არ ვიცი რა. ხო, მაგრამ შედეგი რაღაცა უნდა გააუმჯობესოს. აბა, ასაც თუ როგორ დატოვებს. აჰა, აქ თეთრი გვაქვს ადგილი. გააფრთხნა მიშა. კაი მასათი. იზმა მაგარი მასათია. ხმა ხო მესმის. ერთი მაინტერესებს ეს როგორ გაიწმინდება, მე და როგორ იმუშავებს, მაგასაც გამოვსდით. 5 ჯერ გაუსვათ კიდე და გავსინჯოთ რა. კი ბატონო. ნამდვილად კარგად იყო გაფუჭებული და ორი არ ეყოფა მაგას. მე მგონია რომ რაღაცა მწყობში მოვიდა ცოტა. მანახე ჯერ მე ვნახავ. შენ ნახე კი ბატონო, შენ ნახე. ეხა აშკარად ბევრად უკეთესია. ნუ აქვს პატარა რამდენიმე გამოტეხილი, იმას ცოტა სხვანაირი გამოსწორება უნდა, მაგრამ ძირითადი პირი, აუ. კი ბატონო, კი ბატონო. ზანუ ეს პოლადი არაფერს შუაში არ არის ამზარეულოსთან ის პოლადებთან. მე მგონი კაი მასათი იყო. ძალიან მაგარი მასათია. არა, რა სიძახი. სადაც დაზიანებული არ იყო, იქ იმენა სასწაულად ჭრის. აა, კაი კი არის. კაი, მოკლედ მასათაც პირველი შეფასება ძალიან დადებითი გვაქვს. ხო, მასათი თავიდან ძალიან ცუდი შეფუთით ჩამოვიდა. მე ნახე როგორი ღვინის ბოთლივით გვაქვს მიშა.
ისეთი რომ სასაჩუქრე და შეიძლება გამოდგეს. არის შეფუთვა ქონდა. თავიდან სხვანაირი შეფუთვა იყო და ძალიან მაგარი შეფუთვა. და ეხლა ესე შევუცვალეთ. კი. მასათის ფასიცსაც ვიტყვი, ზოგადად მასათები, პატარა მასათები ღირდა სადღაცა 20-25 ლარის ფარგლებში, 15-იც ღირდა, ეს არის დიდი უზარმაზარი მასათი, რომელსაც სახელურიც აქვს. ის usახელოები ღირდა ესე და ეს ღირს 45. მოკლედ ძალიან მაგარი მასათია რა. კერამიკულების შემთხვევაში ძალიან კარგად მუშაობს, ერთადერთი არის რომ ყიფია და არ უნდა გაგიტყოთ რა, არ უნდა დაგივარდეთ ძირს. თორე ეგრევე დაიფშნება როგორც კი დაგივარდეთ. როგორც თებში და ჭიქა არის, ისე არის რომ გადაწყდება. სხვა შემთხვევაში ძალიან დიდხანს გემსახურებათ. კაი, მიშა. შემდეგი, მოდი ეს ხაზი დავამთავროთ. აი ეს დანა სიმართლე გითხრათ თავიდან ცოტა ისე ვიყავი კრიტიკულად განწყობილი. მაგრამ ისეთი შეფასება მომივიდა აი ერთ დანაზე. და ესენი მე თუნდაც სახში რომ გავხსნე ცხონებაა ბიჭო რა სიტყვა. მართლა? ეს დამავალეს. არასდროს არ მიხმარია მე ეს და დღეს ბზარეულს ვესაუბრე ვისთანაც მაქვს დატოვებული და ისეთი ბედნიერი მეუბნებოდა რომ რა კარგი დანა არისო. არტოფილთან განსაკუთრებით თუმცა ბევრი გაქვს საფრთხნელი. ხო. ნუ რამხელა რამეს ნიშნავს იცი რომ დანა იყოს პატარა. ანუ დაჟე ჩვენ ბიუჯეტურ ხაზში რო გვაქვს ის კიდე ეს უფრო კაია თავიბოლო. ხო, ეს არის საფრთხნელი დანა და მეგონი ეგრეც ქვია კიდევაც რა, სათლელი დანა. კი ბატონო. ხო, კი ბატონო. და მოკლედ ესეც 6 ლარი არის მეგობრებო და ამაზე ძალიან კაი შეფასება მომივიდა. ნუ სხვების შეფასებებს უფრო ვენდობი ხოლმე რა. რა თქმა უნდა, ეგ არის თავიბოლო მაგისთვის არის რომ ანუ ხალხმა უნდა დააფასოს ეს პროდუქტი. დანარჩენი ნახოთ. ესენი, ეს მიშა გეცოდინება, ეს ცივი არაღი. კი, ეს არის მთელი ამბავი, სიმონ. გია სიმონ ცივი არაღი. ეს ცივი არაღი, რომელიც გაიტესტა უკვე და ამას ქვია პომიდორის დანა და ამას დავარქვით, რაღაც მახსოვს რა დავარქვით, უნივერსალური დანა დავარქვით. სახლის პირობებში პურით დავჭერი რა, არ მინდოდა რომ ძალიან დიდი ყოფილიყო. და არც პატარა არ ყოფილიყო და ისეთი თემა არის რომ რაღაცა პურს ფუნთუშეულს თავისუფლად უმკლავდება, დანარჩენი ციტრუსი იქნება, პორტოხალი იქნება, ლიმონი, მსგავსებსაც ძალიან კარგად ჭრის. სხვა შემთხვევაშიც რასაც თქვა ისეთი კანი აქვს და ხერხი გჭირდება, მიგონია რომ სახლის პირობებში მეტი დიდი დანა უკვე ძალიან სპეციფიური არის. ეს სავსებით საკმარისია, 8 ლარია მეგონია. სტეიკის იმასაც შეასრულებს შვენივრად. ხო, უბრალოდ სტეიკის დანა არ დავარქვი, ბევრს ახლა უცხოურ საიტებზე მსგავსანებს სტეიკის დანები ერქვა და რო დამერქვია სტეიკის დანა, ხალხი გაიგებდა რომ მარტო სტეიკის არის რა და ბევრ ამას ძალიან კარგად უმკლავდება რა და მოკლედ ქვია უნივერსალური დანა, ამასაც ოღონდ ხერხიანი პირით მეგობრებო. ხერხიანებში სულ ეს არის ჩვენ რაც გვაქვს. დანარჩენი გადავიდეთ. აბსოლუტურად ყველა დანაზე არის კაფეო რჩევა, რომ არავითარ შემთხვევაში დანის პირი არ გაუსვათ თეფშს და კერამიკულ ნივთებს. ეს არის დაუწერელი წესია და ძალიან გთხოვთ დაიხსოვეთ. მაგას ვერ უძლებს ვერაფერი მეგობრებო. ერთ-ერთი ფოლადი ვერ უძლებს მაგას. აი ეს არის ჩათვალეთ რომ აი თეფშებში რომ მასალა კერამიკა არის, ხო იგივე არის და ეს ერევა ფოლადს თუ ლესავს, ახლა პირს თუ გაუსვეთ პირდაპირ ესე, რა თქმა უნდა ეგრევე გააფუჭებს. კაი. გადავედით. მედიუმ. ეს იყო utility, ეს ძალიან მიყვარს ეს მოდელი. კი. მეც მიყვარს ეს მოდელი. ეგ მიყვარს და შუა ხაზში პატარა სანტოკო. კაი, მივალთ მაგამდეც. კაი, შუა ხაზში გვაქვს ესეთი სიტუაცია მეგობრებო, რომ ცოტა შეფუთვა გავაუმჯობესეთ, ისეთი რომ თამამად შეიძლება რაღაცა სასაჩუქრად წააყოლოთ ჩვენს თამამად შეიძლება რაღაც პატივისცემა რა გინდა, ისეთი რომ ქართული შეფუთვა ლამაზად შეფუთული, თავისი ქართული აღწერებით და ნუ გვაქვს ბლისტერების ჩამოსაკიდებელიც რომ შევძლოთ თქვათ სხვადასხვა თქვათ მაღაზიებში დავტოვოთ. კი ბატონო, პატარა ჩამოვყიდოთ ხოლმე. კაი. ახლა გადამოვაწყოთ. ეს მოდელი ძალიან მოუწონს მიშა, ეს გამოგრჩა, ესენიც ძალიან მოუწონს. ესენიც ეს სიმართლე გითხრა, უბრალოდ ასორტიმენტისთვის რომ უნდა გქონოდა და სახეობისთვის, თუმცა ალბათ ეგეც ჭირდება ხალხს. კაი, დავიწყოთ. მოდი მაშინ აი მეთი დავიწყოთ და უკან ჩამოვყოთ, მე ჩვენი ძალიან ფავორიტებით დავამთავროთ. რომელია? კი ბატონო, სწორია, მაგ ეგონა მეთქვა მეც დიდით დავიწყოთ. მეორე, რომელს სახელზეც ძალიან მიმტვრეთ თავი, აი სლაისინგი ვერ გადმოვთარგმნეთ ვერანაირად და ბოლოს დავარქვით თხელი ჭრის დანა მეგობრებო, აი ესეთია თხელი ჭრის დანა.
რომელიც არის ეგრეთ წოდებული სლაისერი, რო ვიცით საქართველოში რო ეძახით. და ამოვიღოთ ესეც მიშა და თავის შინაარსობრივად კი გულისხმობს დიდი ზომის რბილი პროდუქტის საჭრელი დანა არის. ხო, დანარჩენი აღწერებში გვიწერია უკან, რომ გაეცნოთ რას როგორ რისთვის არის რეკომენდებული. უბრალოდ თვითონ სათაურად და სახელად მეტი უკეთესად ვერ მოვიფიქრეთ. იმაზეც დამოვიწყეთ ხმა და ამაზეც მიშა. აი ეკაც იგივე ვარიანტი რა, რასაც უწუნოდი თავიდან, აი ხო იცი რა იდეალურს ველოდებოდი, მაგრამ ფასკები მოკლედ გინდოდა რომ გალოკილი ყოფილიყო რა და. და შემდეგზე იქნება ეგეც. თუმცა რა თქმა უნდა, ახლა ხელს არ ჭრის კი ბატონო. რაღაცა ისე, მაგრამ რაღაც ბევრად უფრო სუფთად მინდოდა რომ ყოფილიყო რა ესეთი სახელი დავარქვათ. ამ შემთხვევაში შეიძლებოდა რომ 1-2 თვის ადრე ჩამოსულიყო ეს ყველაფერი, უბრალოდ აი ეს ტარის მასალა თვითონ ასენი ყველაფერი ხელახლა ყალიბები გაკეთა, რაშიც ცალკე გადავიხადეთ დიდი თანხა, რომ აი ესეთი ფორმა მიგვეყო. დანა რავი, ახლა ყველასთვის იდეალური ფორმა ვერ იქნება, მაგრამ უმეტესი ნაწილისთვის რაღაცა ესე გადავწყვიტეთ, რომ აი ესე მაქსიმალურად კომფორტული ყოფილიყო უმეტესი ხელისათვის და პლუს რა თქმა უნდა, ჩემი საზომით, რომ ლესვაზეც კარგად რეკომენდებული და ჩვენ სანამ ამას შეუკვეთავდით, მართლა ძალიან ბევრი გვაქვს ნაფიქრი. გიორგის არ ვიცი, ყველა ვერსია აქვს აწონილი, დაწონილი და როდესაც შევჯერდით აი ამაზე, ძალიან კარგად მახსოვს ეგ момენტი, ანუ რა ვიცი რა, მეც მიმაჩნია რომ ეს არის ძალიან ერგონომიულად. ხო, სხვადასხვა ჭერა რო ხონოს შედარებით კომფორტული. ხო, კი და ბატონო. მაქსიმალურად ბევრისათვის თორე დანარჩენი რა თქმა უნდა კი ბატონო, აგერ ჩვენი სლაისინგის დიდი ზომის დანაც მოკლედ ბატონო. ეს რა თქმა უნდა ეხლა 100-დან ალბათ ბევრს არ დაჭირდება, მაგრამ უბრალოდ ასორტიმენტისთვის რო გქონოდა მაგისათვის 35 ლარი ბატონო გიორგი. ეს ხო და მე მგონი ყველაზე ძვირიანია ამ არა, ყველაზე ძვირიანი ჩვენთან შეფია. კი ბატონო. კაი, დავიბრუნდი მიხეილ და კაი, ამდანაც ჩავაბრუნებ. აბა, რა მოგვდის შემდეგი დიდი შეფი და დიდი სანტოკო გავხსნით მიშა და დიდი შეფი და დიდი სანტოკო 38 ლარი დიდი შეფი და 35 ლარი სანტოკო. თან ისე ვიძახი რა, სიამაყით, იმიტომ რომ აი მოდი მარტივად ვთქვათ რა, მაგალითად პირობითად აი ჩემ ცირგული ვიტყვი. დავუშვათ დეიდას აქ დაბადების დღე, მამიდას აქ დაბადების დღე და რაღაცა დაგავიწყდა უცბად გაგახსენდა შუადღისიც და რა უნდა უყიდო ისე რომ თან ფულში იდეალური საჩუქარია მეგობრებო, ძალიან მისაღებ თანხად რა. არ დამეთახმები? კი, მე მომწონს. ანუ ეს შეფუთვები და ქართული ძალიან ბევრი მუშაობა და შეიძლება მაგის ბრალია რომ ესე მომწონს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე სიმპათიურება და ეს რაღაც თავმოდ ვაჩუქებდი. დამოვიწყდა მე თქვა. აქ ტარი უკვე გვაქვს ABS-ი, რაც მე შემეშალა ერთ ვიდეოში და ხე თქვი? ხო, ისა ვიზუალი აქვს, რაღაც ეფექტი აქვს. პაკაუძმი მომსგავს და? არა, პაკაუძმი ვიფიქრეთ, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში მაინც გადავწყვიტე რომ აი ესეთი მასალები იყოს, იმიტომ რომ პრაქტიკიდან გამომდინარე ძალიან ბევრი დანამომდის პაკაუდეც მომდის, ძალიან ძვირფასი ხეებზეც მომდის. ხდება და რა. კი, აი ჩვენი კანეცუგუს დანაები ძალიან ძვირფასები, მაინც რა იმ არ არის წყალზე გათვლილი და არ უნდა ხვდებოდეს რომ წყალში სულ ესე იდოს. კი ბატონო. მაგრამ ნუ მოხმარება ახლა 10-დან 1 მოიხმარს ეგრე რომ თქვა წყალში შეიძლება დატოვოს, ჯამში დატოვოს, რაღაცნაირად და ბოლოს ეღმართება რა და მაქსიმალურად ფრთხილად რომ რა შეიძლება ნაკლები ადამიანი იყოს უკმაყოფილო, გადაწყდა რომ აქაც ეგრე ყოფილიყო. ABS-ი გვაქვს აქ ტარის შემთხვევაში, ფოლადი აქაც გვაქვს იგივე. 3 ქრომი, როგორც წეგან თქვით, რომ მეტი ნახშირბადი უკვე რისკი არის რომ დაჟანგდეს და ამ შემთხვევაში ესეც გათვლილი არის რა თქმა უნდა. როგორც ყოველთვის ძალიან მოგზალებით იძახის ხოლმე პრინციპს 3 ქრომი რაღაც. ეხლა მე გეტყვი როგორ იძახიან სხვები. აბა მიდი. ამ ფოლადზე. ესე იგი მოლიბდენი ვანადიუმი რა. მოლიბდენით და ვანადიუმით გამდიდრებული და ანუ ეს არის როგორც აღნიშნა ამ ადამიანმა, ეს არის გათვლილი იმისთვის, რომ პირველ რიგში არიჟანგებოდეს. მოლიბდენი და ვანადიუმი მართლა ძალიან დიდ როლს ასრულებს იმაში, რომ ანუ სიმტკიცე, წვეთამედეგობა კონდეს თავის ადგილას და რაც მთავარია ამ საბიუჯეტო, ასე ვთქვათ, სეგმენტში, აი როდესაც დანა ესე მიმზიდველად და გემრიელად მოგემსახურება, იქ შეიძლება მოგზალებით გასმა თქვა 3 ქრომიო რა. ჭრიდეს, ადვილად ილესებოდა და სიბასრეს იღებდეთ. კი ბატონო რა. დამჯერეთ ძალიან ბევრი ფოლადი რომ სიბასრეს საერთოდ არ იღებს რამდენი საუნდალესო. კი ბატონო, კი ბატონო. კაი, ესეც ჩვენი ეგრეთ განსაკუთრებით არ მინდა ეხა კიდე კველი გავკრა. არ გინდა. უი, იცი რა მინდა, ხარ სახელს და გვარს არ ვიტყვი ბატონო გიორგი. ერთ ძალიან ცნობილ ქართველ მზარეულზე,
გავიგე რომ აბა თავისი რაღაცა იმით შეუკვეთია დანა. ჩვენთან? არა. ხო, ნუ ვიღაცასთან საქართველოში. დაიმზადებინა? ვიღაცამ დაუმზადა და ანუ აპირებსო თავისი სახელის გამოყენებასო, ხო, გაგიგია ეგეთი ინფორმაცია. ანუ საქართველოში დამზადდა ის სამზარეულო დანა. საქართველოში დამზადდა, უბრალოდ დანას როგორც კი შეხედავ, პირდაპირ მიხვდები რომ დანა არის ტურისტული. წარმომდგენია. ლურშმაზე გაიტესტა ალბათ. არ ვიცი რაზე გაიტესტა, ვიზუალურად ლამაზია. უბრალოდ ტურისტული დანაა რა, სამზარეულო დანა არ არის. მეთქი შენ სხვა არიცი მეთქი, საინტერესოა. მაგრამ ნუ ცუდად არ გამიგოთ ახლა უბრალოდ გამოცდილებით მე რაც მინახავს სამზარეულო დანები საქართველოში გაკეთებული 10-დან 10 მე რაც მინახავს თორე ჯერა რო იქნებიან ისეთი ხელოსნები რომელიც კარგ დანას გააკეთებენ ახლა ცუდად რა გამიგოთ უბრალოდ გამოცდილებით ხო დარწმუნებული ვარ რომ მოინდომონ გააკეთებენ კი უბრალოდ ჯერ არ შევფოთე მინახავს სამზარეულო დანები აკეთებენ და კინოს უტყავენ ხოლმე მე რა კაი ესეთ სანტოკუ მეგობრებო ეს არის უკვე დიდი ზომის სანდოგუ, აქ მილიმეტრები გვაქვს 170 მილიმეტრი. ესეც გათვლილი არის ცოტა დიდ სამზარეულოზე, ან ისეთ დიდ ოჯახზე, რომ თქვათ, ბევრი პროდუქტის დამუშავება უწევდეთ. ბევრი ადამიანი კითხულობს ხოლმე, გიორგი, სანდოკუს და შეფს შორის რომელს მირჩევთ. თავარი განსხვავება ახსენიგიო, რა აქვს სანდოკუს? მოდი მაშინ დავაბრუნებ ისე შეფს, რატო რო ახსნათ ფიში. კი ბატონო, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ისმის ეს კითხვა და დავაბრუნოთ და კარგად ავხსნათ. რო არ დაგიმალო ერთი ადამიანია ხოლმე და მე რო პასუხობ ხოლმე შეტაბილება მშევარ ჩემი არჯერა გაიგე და მაგიტომ მე შენ გეუბნები ხოლმე რა შენ თქვა ესე გავაკეთოთ აბა პირველად ჩავატარებ მეც ესეთ შედარებას და აი მეგობრებო ამის სანტოკუს წვეთის ნახეთ უკვე ძირს უდგებით და შეფის შემთხვევაში ნახეთ აი ახლა უდგება წვეთს ნახეთ რამხელა განსხვავება არის სანტოკუს აქვს ბევრად სწორი პროფილი რომელიც გათვლილი არის დაფაზე სამუშაოთ რა ვისაც დაფაზე უნდა მუშაობა ძირითადად ბოსტნეულისათვის, წვანილისათვის რომ ესე გამოიყენოს. შეფის შემთხვევაში შეფი რატო ქვია ახლა ამას? იმიტომ რომ თქვათ უნივერსალი დანა ჭირდება ერთი, ბევრი დანა რო არ ქონდეს, ერთი დანა აქვს და ყველაფრისთვის რო გააკეთოს, რომელიც უკვე დამეთანხმებით რომ დაფაზე ესე არ მუშაობთ. უკვე სხვადასხვა დატვირთვებისთვის არის გათვლილი. ხორცის გამოსამუშავებლად, თევზი შეიძლება გამუშავოთ. უნივერსალი დანა არის, რომელიც თქვათ ყველაფერზე არის გათვლილი, მაგრამ ასევე რომ იცოდეთ უნივერსალი დანები იმ ვიწრო პროფილურ თემაში ყოველთვის ჩამომოვარდება სპეციფიკურად იმისათვის გაკეთებულ დანებს. ეხლა თუ ბოსტნეულის იქნება თქვა ბევრი დასაჭრელი, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა ეს აჯობებს, იმიტომ რომ ბევრად სწორი არის თქვა პროფილი ბოსტნეულს ბევრად კარგად დაჭრის. ხო და ეგ არის შეფი რომ ცოტა ყველაფერს ამუშავებს. დანარჩენი ეხლა ყველა რა თქმა უნდა თვითონ და გადაწყდოს. მე ჩემი აზრით სახლში, ოჯახში ვურჩევ ხოლმე სანტოკუებს. არ მგონია რომ თქვათ რაღაცა თუ ისეთი პროფესიონალი ძალიან მოყვარული მზარეულები არ აყავს. მე მგონია რომ აი ეს პროფილი ეხლა ძირითადად დაფაზე მუშაობენ რა ხორცის დარბილებული მეაქვს სახში და თქვათ ესე გაჭრიან მე მგონია ხოლმე რომ ეს პირად უფრო პრაქტიკულია. ძალიან ხშირად ბატონო გიორგი ბოლო პერიოდში შევამჩნია რომ სუში ბარები იყენებენ სანტოკუს როლების დასაჭრელად. მე გეტყვით რომ თუ დამიჯერებთ ძალიან დიდ შეცდომას უშვებთ როლების დასაჭრელად სანტოკუ არ არის ყველაზე კარგი ვარიანტი, ალბათ ჯობია რომ უბრალოდ უკეთესად ივარჯიშოთ და ან სლაისერით დაჭრათ, ან შეფის დანით, ასე რომ ისევ და ისევ მივდივარ იქ რომ ანუ შეიძლება მე არ მენდოთ, რაღაც დაგუგლოთ, მოიძიოთ პროფესიონალურ სამზარეულოში მნიშვნელოვანია იცოდეთ რომელი დანა რისთვის არის. და ასევე მოითხოვეთ რომ წესიერი დანებით იმუშაოთ. მესმის რომ ზოგ დამფუძნებელს ენანება და შეიძლება მოგიტანოთ 6 ლარიანი, თქვა 6 ლარიანია ჩვენიც, მაგრამ პროვანსის დანები როა, ხო იცი? ხო. მაგრად მახსოვს ერთი მზარეული, მართ ჩანართივით, ცხარეთ სრემლებით ტიროდა. რა გატირებს მეთქი მაგულით ხო და აი მოდიო, ამდანითო შენ რო დღეში 100 კილო ორაგული დაამუშავეო და თუ არ იტირებ განახებო რა და ობიექტის მეპატრონეებო, თქვენც შედით მზარეულების მდგომარეობაში და შეუძინეთ წესიერი დანები. ხო, ნუ რა თქმა უნდა ეხლა იანაგიბა ალბათ ყველას აჯობებს, თუმცა იანაგიბა იმდენად სპეციფიური არის, მეც არ ვლესავ იანაგიბას, ალბათ ზარეულების უმეტესობასაც გაუჭირდება მისი მოვლა და ლესვა, შესაბამისად ალბათ ეხლა ხო სლაისინგი რა, სლაისერი ვიტყოდი მაგ შემთხვევაში რომ ყველაზე ოპტიმალური არის. კი ბატონო. ისე ისიც მინდა რა ვთქვა რა ბიჭო, სუ სტატორის დანები, რომელიც ძალიან მაგრად არის დაპიარებული და დარეკლამებული,
ჩვენ გამომწერებს და ჩვენ მაყურებელს მინდა ვკითხო, აი გულწრფელად გთხოვთ, დაწერეთ კომენტარებში ვის გაქვთ სატორის დანა. და როგორი კმაყოფილები ხართ? მე ჩემს მაკაცმა იყიდა 2-1-ში რო არის. აუ რა გაუტყდა ისი. ვაფშე არ წერის არაფერს. არ მახსოვს მიგითხარი თუ არა. ვაპირებდი მე დანების ჩამოტანას და ვაპირებდი თან რომ ჩემი ბრენდირებია, ესე ჩვენი ბრენდირებით და მეთქი ოღონდ გავყიდოთ 1-2-3 ლარად გავუშვათ თუ რა. არა, ნუ აღარ გავაკეთე. ახსოვს. კაი, ესაა ეს შევფუთოთ. ჯერ ზოგადად მოდი დავანებოთ, თუნდაც კაი ხარეს ხის დანებზე ვისაუბროთ, აი კარგ ბრენდები, მაიკროტექზე ვიტყვი, რომ ანუ ტურისტული დანიშნულების დანები კლასიკური სამზარეულოსთვის ხალხო არ არის. კი, გააკეთებს, ანუ ვერ გააკეთებს საქმეს, მაგრამ ყოველთვის ჯობია რომ კლასიკურ სამზარეულოში აი მარტივი მაგალითი. ეხლა მე რომ მიწევდეს აჯაბსანდალის გაკეთება და რომ მომცე პირობითად მაიკროტეკის რა ქვია იმას ძალიან რომ მიყვარს ის ფიქსი. პატარა უტილიტი? არა, პირიქით კარგი დიდი რო არის, გემრიელი. ანუ არც კი დაუფიქრდებოდი, იმდენად ავიღებდი აი ამ სანტოკუს პატარას, იმიტომ რომ აჯაბსანდალის გასაკეთებლად ისდან არ გამომადგება რა. აი მეორე ახლა გიორგიმ და ეს ორი არის და მესამე საფრთხელი. აი ეს სამიდანა მეყოფა ყველაფერში. აი ამას დამიმატე მესამე საფრთხელი დანა, დაამთავრდა მე მეტი არ მჭირდება. ამას ხილის დანა დავარქვით. კი ბატონო, კი ბატონო. ძალიან მომწონსა ეს ფორმა. და ბიუჯეტურადაც ეს რო შევკრიბოთ, სამივე ერთად გამოვა ალბათ 62-63 ლარი. აი ეს დანა ძალიან მომწონს. კი ბატონო. არათ ახმები რომ ეხა ჩვეულებრივ ადამიანს ეს სამი დანა ეყოფა? კი. სახლის პირობებში სამივე ძალიან მაგარი მოდელებია. აი აქ უნდა გამოაჩინო ჩასადები. აი აქ არის უკვე ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ამათ უხდება. აცადე დავაბრუნებ მიშა ჩასადებს. აი აქ უკვე დიდ როლს თამაშობს. ეს ჩასადებთან ერთად უნდა აჩუქოთ, თუ ვინმე საჩუქრად წაუღებთ, მეგობრებო, იმიტომ რომ ძალიან ეფექტური არის და აი სახლში, როდესაც ეს გაქვს ადამიანს ავატო. შეხედე როგორი დასტოინი ნივთი არის რა. ასე თქო. კი, კარგია. არა, ლოგოც მომწონს. მე მგონი უკვე ცოტა იმ თავში ხო არ ამევარდა. ავიც ძალიან მომწონს რა, ანუ თავიდან ცოტა სკეპტიკურად ვიყავით. კი. მოკლედ 150 მმ-იანი მზარეულისგან ამეგობრებო, 100 რამდენი 130 მმ-ია სანტოკო. სანტოკო მონახე. 130-ია, კი, 130 მმ სანტოკო და 90 მმ-იანი ხილის დანა. კი ბატონო. კი ბატონო. კაი. არა, მოწონს. ეს არის მეორე ტარი არის, ესეც ჩვენი შეკვეთა და მოკლედ ჩვენი ყალიბები არის, სხვას არავის არ აქვს და მარტო ჩვენ გვექნება ესეთი ფორმა. კიდე მეორე მომენტი არის, რომ სანტოკუზე კარგად ფურცელს ეშერის ყოველთვის. რომელია? რა თქმა უნდა. ნუ გეხმარება ის პროფილი. რა თქმა უნდა. კაი, ესეც ჩაუშვი მიშა და გადავედით. ძალიან მოწონს პატარა გიორგი მართლა რა ეს დანები. აი არ ვიცი. ნუ ერთი სიამოვნება არის. აგარაკი თუ გაქვთ მეგობრებო და გარე სამზარეულოსთვის გჭირდება, მაგისთვისაც ძალიან კარგია, იმიტომ რომ მოსავლელად არის საკმაოდ იოლი დანები რა. მარტივად ირეცხება, მარტივად მშრალდება, სუნს არ იყიდებს. ანუ ყველა დეტალი არის ნაფიქრი და რა ვიცი, გვენდეთ არ ვართ ცუდი ხალხი და რაღაცა გავაგება ამ საქმეში. ისა, ნუ აქამდე ძალიან ისე მოკრძალებულად ვიყავით, ნელა ალბათ შევყვებით და უკვე დავალაგებთ ქსელებში, მაღაზიებში, ნელა მაგებს გავაკეთებთ, იმიტომ რომ სატე ყველა ოჯახში. ნუ საბოლოო ჯამში ხო რა დადებითი შეფასება გვაქვს. რა თქმა უნდა, რაღაცეები შეიძლება გამოჩნდეს, მაგრამ მთლიანობაში ძალიან დადებითი შთაბეჭდილება. კაი, გადმოდები შეთუგინა ესენი ტახსენი. დავიწყეთ და მოვიდა ჟამი. აქ მე ბევრი კითხვა მაქვს, შეშინა თქვენ. და მოვიდა აგერ სატეს პრემიალური ხაზის დრო და გავხსენი შეფის დანა. ნუ შეფუთვა ნახავთ სხვა დანებზეც. უკლედ აი ხელში დაიჭერ თუ არა, ხარიც გზნობ. მასალები აქ უკვე ბევრად მდიდრულად ჟღერს. ჯიათი არის და კარგი ჯიათი არის, ძალიან ბევრი ჯიათი მინახავს მე. რაც შეეხება ფოლადს, აქ გვაქვს სანმაი,
თავარი მოქმედი გმირი არის 9 ქრომ 18 მოლიბდენო ვანადიუმი. ეს არის ფოლადი, რომელთაც რამოდენიმე უმაღლესი დონის იაპონელი ოსტატი ამზადებს დანებს და custom დანებს სადღაც $1000 პარკლებში და დამერწმუნეთ არ არიან ეს ხალხი გიჟები, რომ ჩინურ ფოლადს იყენებენ და არ იყენებენ მაგალითად იაპონურ ფოლადს. სამზარეულო, ასე ვთქვათ, სფეროში 9 ქრომმა თავი აი ძალიან კარგად აჩვენა, თუ იცი მისი წვრთობა და გამოყენება, ბრწყინვალე ფოლადი არის. ამას ეხლა არ ვიძახი, ჩემი ძალიან ძველი ვიდეოები შეგიძლიათ ამოგეკოთ, სადაც შრეიდის დასაკეცდანაზე ვაკებ 9 ქრომს რამოდენიმე წლის წინ. ბატონო, ეხა ეს ხო ერთი სიამოვნებაა, ბატონო გიორგი, როგორი ჩათალა სიმო. რა გინდა ეხა შენ რაღაცა ისე ხარ გაჩუმებული. მოდი, ისა პრემიალური კიდე სხვა გვინდა ჩვენ მიხეილ გქონდა, მაგრამ რატომღაც პატარა სიფრთხილე გამოვიჩინე, მაინც პირველი თანამშრომლობა იყო და ხო, დამასკური twinოდა და ასე შემდეგ რომ ყოფილიყო, მაგრამ გადავწყვეტ რომ ჯერჯერობით ის ხაზი ამოგვეყო და ამას დავჯერებულიყავით. ამ შემთხვევაში გვერდებზე გვაქვს 430 stainless steel, bolsterez გვაქვს 430 stainless steel და გვაქვს ლინზა გვაქვს ამ შემთხვევაში მიხეილ. ლინზა გვაქვს, რომელზეც არ ვიცი, გავაგიჟე ისინი. თან აი აქედან იქ როგორი არის და ისინი თან ხო ყველაფერზე კეთთანხმებიან, yes, George, yes, მეუნებიან ყველაფერზე. ერთი თუ გვაქვს სწორი პროფილი რამე, აბა ერთი მეორე დანა გავხსნათ, ეს რომელი არის. მზარეულისთანა რომელი გვაქვს მათ რამე. აი აქ არის. აი მზარეულისთანა და ლინზა რომ გამოვაჩინოთ. თან როგორი ლინზა მინდოდა, აქეთური, იქითური, მოკლედ ძალიან დიდი ხანი გაგრძელდა პროცესი. ლინზა თავი ბოლო ზოგადად ელიტარული რამეა სადანე სამყაროში. ისეთი რა თქმა უნდა არ არის, როგორიც მინდოდა, ისეთი არ არის, თუმცა ხედავთ როგორ ამობურცვა, რომ ძალიან ბევრი ლინზას ჯობია, რა თქმა უნდა, ეხლა მთლად ისეთი ვერ არის, ეხლა 1000 და 2000 ლარიანი კასტომები რომ აქვს. კი ბატონო. მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მე მჯერა რომ ვიპუკლაია ლინზა. ხო და მით უმეტეს ამ ფასში მე რაღაც მგონია რომ მომხმარებლებს არ მოვატყუებთ, რომ ვფიქრობ, რომ კაი დანა არის. სხვა რა თქმა უნდა, ეხლა აი ყველას ვეუბნები ხოლმე დანა ფას უნდა ამართლებდეს. რა თქმა უნდა, აბა რა. და ამ შემთხვევაში გვაქვს 90 ლარიდან 160 ლარამდე გვაქვს, მე მგონი ამ ხაზში და ეს არის მე მგონი ყველაზე ძვირიანი, ხო? ყველაზე ძვირიანი შეფი და 160 ლარი არის. სანმაი ფოლადი, გარე ლინზა, ჯიათი ტარზე, 9 ქრომი ფოლადი, კარგი დაყვანა. მე მგონია რომ პლუს პრემიალური რაღაც სასაცუქრე შეფუთვები, რომლებიც თქვათ ესე გამოიყურება თავის შიგნით პარათებით და ასე შემდეგ. მე მგონია რომ მომხმარებლებთანაც ამ შემთხვევაშიც რაღაცნაირად მართლები ვართ. ეს კონკრეტული დანა ამ შემთხვევაში და ეს ზოგადად ხაზი ნამდვილად ამართლებს თავის ღირებულებას, თავის ფასს. კი, აი როგორ თქვა რა, ლინზა არის ძალიან მაგარი რაღაცა ზოგადად და როდესაც ადამიანი ჭრაში გრძნობ და მუშაობაში ხვდები ლინზის უპირატესობებს რა, ეს შეიძლება ვიღაცისთვის ეხლა როყიო სიტყვები იყოს, მაგრამ ვიღაცა ვინც ამას გამოიყენებს, მიხვდება რა, მაგრამ ასწორებს დავიბოლო რა. კაი, ერთადერთი სხვებზეც თქვი, რა თქმა უნდა, რაღაცა რა არ მომწონდა ამ დანების შემთხვევაში მაქსიმალურად მაინც უნდა თქვა როგორც იმდანაზე მქონა მოლოდინი, ესენიც რა თქმა უნდა, აი მაქსიმალურად მაგრად უნდა ყოფილიყო დამუშავებული, მაგრამ უმეტესობას აი აქ გადამის ადგილებზე შედარებით ეთყობა უხეში დამუშავება. რა თქმა უნდა, ფუნქციონალში ეს 0 არის. უბრალოდ მინდოდა რომ ეს ყველაფერი ლამაზად ყოფილიყო ბევრად უფრო, რომელსაც სამომავლოდ აუცილებლად გავითვალისწინებთ. სხვა დღეს მქონდა ერთი როგორ ვთქვა, ესე კონტაქტი ერთ-ერთ მზარეულთან. ჯიათი რა თქმა უნდა მძიმე არის და თავიდან ცოტა მემძიმაო, ძალიან კაი მზარეული არის და ძალიან ბევრ დანებთან აქვს შეხება, მაგრამ მაინცო რა გადავწყვიტე რომ მემუშაო და უკვე მეორე დღეო ამდენი თუ მუშაობო და ხელი რომ მიმეჩვიაო, უკვე ძალიან თავის პლუსები დაამოღამა. თავის პლუსები დაამოღამა, რომ აი ეს სიმძიმეცო ბევრად მეხმარებაო ამ დანაზეო და ძალიან სასიამოვნო არისო და ფასი რო გაიგო, ფასო მით უმეტეს რა თქმა უნდა, საერთოდ რა თქმა უნდა ამართლებს. ზოგ შემთხვევაში მძიმე დანა, წონა კარგია, მაგრამ ზოგადად
შეფები ყოველთვის ცდილობენ რომ კონდეთ მსუბუქიც. ხო, ნუ ანუ რამოდენიმე დანა მაგიტო აქვს რომ შეიძლება ის ბიუჯეტური კონდეს ძალიან მსუბუქა თუ გინდა და ეს კონდეს ნუ ეხლა პოლიპროპილენი და ისინი მსუბუქები არის ABS-ი და ეს შედარებით მძიმე არის ჭიათი რა თქმა უნდა. კი ბატონო, მოდი ახლა ძალიან რა გაგვიგრძელდეს ბატონო გიორგი. ეს გადავდოთ ყველზე როგორ იყო შეფი? კი ბატონო. აქვს და ისიც ჩამოვაცვათ თავზე. კი ბატონო. მეც ეს უკუმა არის. იცი და შენ სხვა დაიწყე. კი ბატონო. აი ეს გახსნილი ქონდა? არა, ეგ არ გამიხსნია. კი ბატონო. უნდა გავხსნათ. ეს არის ანუ ძალიან მაგარი ჩემი აზრით ბატუარი ხა ეს ძალიან მაგარი დანა. ამ ხაზში ყველაზე დაბალი ფასი აქვს ამ კონკრეტულ დანას. შეფუთვა მაინც ძალიან მდიდრული აქვს. დანიშნულებით ხო არის იდეალური დანა. და აი რა ვიცი რა მე მაგალითად მემაჩნია რომ ძალიან კარგი საჩუქარი არის ან წყვილში როდესაც შუქნი პირობითად შეფი და ეს ან როდესაც იცი რომ ადამიანს მართლა კონკრეტული ბევრი რამე აქვს რა ესეთი რა საფსკვნელი და აი რავი რა წინვალე საფსკვნელი დანა არის აბსოლუტურად სხვა ჭრა აქვს ბატონო გიორგი ფოლად წინც აქვს მეტინჯერთვის რა თქმა უნდა ამ ხაზში გვაქვს კიდევ 150 მმ მზარეულის დანა რომელიც ასევე ძალიან მიყვარს მე აქაც ორი სახეობის ტარი გვაქვს რა დიდ მოდელებზე შედარებით ცოტა დიდი ტარი არის პატარებზე შედარებით პატარა ტარი არის კაი აქ გვაქვს კიდევ აი ყასაბის დანაზე მაქვს კითხვები ხო აბა რაღაცა ეგ ესე არ მისაუბრია შენთან აი ყასაბის დანა თუ დააკვირდებით საიტზე სოლდი აწერია რომ ჯერჯერობით მაფიქრებს და ეგეც კარგად ჯერჯერობით კითხვებია ჯერჯერობით კითხვები არის და რა თქმა უნდა სანამ ჩვენ ბოლომდე არ გავერკვევით ამ დანაში მანამდე რა თქმა უნდა ფრთხილად ვიქნებით ნუ ყოველ შემთხვევაში ესეც რა გითხრა რაღაც ასორტიმენტისთვის გადავწყვიტე რომ გქონოდა რა ხო და ცოტათი პირი აქვს ხოლმე რაღაცნაირად აი სწორი არ არის ხოლმე რა რომ უყურებ ეთყობა ეს ვიწრო ხელი სანმაიზე რა პატარა თერმოზე და აი დადუღებაზე და იმაზე პატარა ხაში ყასაბის დანა საერთოდ არ ასაჭირო ხო უბრალოდ რაღაც ასორტიმენტისთვის გადა კაი არა ეს ძალიან მომწონს იცი მოგეცანა კი ძალიან კაი არაფერი დაანებე რა მოგლეთ ძვირფასო მაყურებლებო ბატონო გიორგის დიდი ასე ვთქვათ რაოდენობით მოსმენა იწევს ძალიან საშიშ სიმპტომებს მე უკვე გადამიყვანა ჭკუიდან და ასე რომ ძალიან მაგარი დანა არის და თავისივე სიტყვები არის რომ დანა უნდა ამართლებდესო ფასო ანუ შენ როდესაც აი $100 ფარგლებში მაინც რომ მიყვალ დანას იქ მერე გამოთქვი შენი პრეტენზიები კაი დაგვანები ხა თავ კაი მიდი სანტოკოს და ეგ სერბულიც კი ბატონო სანტოკო ნუ ამ სანტოკოს უკვე გვერდზე აღარ აქვს. სანტოკოს აღარ აქვს. არ ჭირდება რა თქმა უნდა, ძალიან კარგი სასიამოვნო ლინზა გვაქვს, რომელიც ბევრად უკეთესად გაჭრის უკვე მყარ პროდუქტებს და ბევრად სასიამოვნო იქნება მუშაობა. მიხვდით ლინზა რატოა კაი? უბრალოდ კიდევ ერთხელ უნდა ითქვას რა თქმა უნდა, რომ ლინზა ბევრნაირი არის. ძალიან ცუდი ლინზებიც მინახავს და ძალიან ნაგავი ლინზები. ძალიან ნაგავი ლინზები. კი ბატონო. კი. არა, ძალიან ლამაზი ფორმაცაა სანტოკოს ისე რომ დააკვირდე, რაღაცა კოხტარამია რა. სანტოკო მეყვარს. კი ბატონო. და ჩვენ ქვეყანაში მე მგონი ბოლო წლებში ყველაზე პოპულარული ნივთი უნდა წარმოადგინოს. მე არ ვიცი რატო გახდა ესეთი პოპულარული, ვერ ამოვხსენი ეგ ამბავი. მაგრამ ჩვენ კიდე ფაილი რო ჩამიგდე. ჩემ ძალიან ახლო მეგობარს ვანახე, არა, просто დაინახა თუ ვანახებდი და აუ ეს სერბულიო და მე ვიღაცას კიდე ვანახე და აუ სერბულიო და აბატონო სერბული. მაგარი ყუთია, მართლა ძალიან მაგარი ყუთია. და მაგ თვალსაზრისით ვიტყვი რომ ფასი არის საოცარი ფასია რა 150 ლარი ღირს ეს დანა. ჯერ ქარქაში ხო ნატურალური ტყავის ქარქაშია. მერე ტრადიციული სერბულები რაც ხდება ხოლმე არის უფრო სქედი. ანუ აქ არ ვიცი ბატონმა გიორგიმ შეუკვეთა და უთხრა
თუ რაქნა ძალიან მეწუწუნენ ჩინელები, ძალიან მეწუწუნენ, მეთქი ისეთი არ მინდა, მეთქი პირველი რაც გამომიგზავნეს ნიმუში. ეხლა ეს მოდელი შეიძლება თქვა სხვაგანაც შეგხვდეთ რაღაცა, მაგრამ ნუ აი პირის გამოყვანაზე მეწუწუნენ, იმიტომ რომ ჩემებურად გამოვაყვანინე. ანუ ვიზუალურად არ მოვწყობდეთ რა, ვიზუალურად მართლა შეიძლება იყოს მსგავსი, მაგრამ აი კაკრას ეს პირის გამოყვანა და აღწერაში გვიწერია მე მგონი რა, რომ სქელი ძვლებისთვის არ არის. სქელი ძვლებისთვის არაფერი არ არის მეგობრებო, სქელი ძვლებისთვის თუ არის ის რა თქმა უნდა იყოს ცალკე. ამ შემთხვევაში აი ესეც რა თქმა უნდა ბევრად სქელი არის ვიდრე ის დანები, ბევრად სქელი არის, მაგრამ ისეთი არის რომ ჭრითაც კარგად ჭრიდეს და სახში გავტესტე და ძალიან მესიამონა. სისქე იმედი მაქვს გაამართლებს იმას რომ ფრინველი იქნება თუ რაღაცა წვრილი პატარა ძვალი იქნება თუ რაღაცა იმას თამამად ესე დაამუშავებს. ძიცაკონოზე აქ ხრტილების მეტი თავი ბოლო არაფერი ხრტილებს დაჭერს მაგრამ სქელძვალზე გამორიცხული არის. ხო და ჭრელი თვისება რომ მაქსიმალურად შემენარჩუნებინა მიხეილ აი რაღაცა შუალედს ვეცადე და მე მგონია რომ გამომიდა სახში რომ დავტესტე ბოსტნეულზე ისე სასიამოვნოდ ჭრა ისე სასიამოვნოდ და სისქე მგონია რომ აი რაღაცა პატარა იმ ფრინველებზე თევზზე და აი პატარა რაღაცებზეც კარგად მე ძალიან მაინტერესებს ამის დატესტვა ბოსტნეულზე და იმედია მეც მექნება მაგის საშუალება რაღა დაგიმალოთ ძალიან მაგარი საჩუქარი და სასაჩუქრე ნივთია და ხაზგაუსმევ კიდე 150 ლარი ანუ ამ თანხად ესეთი მაგარი სასაჩუქრე შეფუთვით ძალიან ცოტა რამის ნახვა შეგიძლიათ და აქ უკვე ადამიანი დანაში ერკვევა თუ არ ერკვევა მნიშვნელობა არ აქვს ეს ყველას მოწონს რა კაი, მოდი კიდევ ვიტყვი მოდელზეც რაღაცას. შემდეგ მოდელზე აუცილებლად G10 გვექნება აქაც. ნუ ესეც რაღაცა პირველი შეკვეთა იყო და რაღაცა ისე მოგზალებულა, ზოგ რაღაცეებში ვერაუდით, ზოგ რაღაცეებში ვენდობოდით და ასე შემდეგ. შემდეგ მოდელებშიც რაღაცეებში შევცვლით აუცილებლად, გავამოჯობესებთ, სხვაებშიც ამეებშიც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ჯერზეც მგონია რომ ესეც ძალიან კაი გამოვიდა. კი, ეგეც არის რომ რაღაცა მინაყო მონაყო. კი, ამითიც კარგად. კი ბატონო, კი და ჭრელი თვისებაც ძალიან კარგი აქვს. ხუმრობაში შენ მეგონი მზარეულობაც ისწავლებ. ნელა შეიძლება გავიდეთ სამზარეულოებში მიხეილ. მოკლედ, ჩვენი მხრიდან, ასე ვთქვათ, გეგმა მინიმუმი შესრულებულია, შედგა პროექტის ატე და პირველი ბრენდი ქართული, რომელმაც შეძლოდა, ასე ვთქვათ, ქარხნული წარმოების დონეზე სამზარეულოს დანები შემოიტანა საქართველოში. მაქსიმალურად კრიტიკულად მივუდექით და გიორგი აგერ გესმით რომ მე მგონი რაც არ არის აღსანიშნავი იმ ხარვეზებსაც კი აღნიშნავს. ნუ არ ავყიდე პირველი კვირა და არა ვთქვა. ხო, კი ბატონო. ამის მიუხედავად გულწრფელად რეკომენდაციას უწევ ამ პროდუქტს და ავიცი დანარჩენი ჯერი თქვენზე არის იმის მიხედვით თუ რამდენად დიდ მოწონებას დაიმსახურებს გაგრძელდება ყველაფერი მე დარწმუნებული ვარ 100%-ით რომ ძალიან მაგარი მომავალი აქვს ამ ბრენდს და ასე რომ სატე ყველა ოჯახში გამოიწერეთ ჩვენი არხი მეგობრებო და მომავალ ვიდეოებამდე მადლობა ყურადღებისთვის